სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. რამდენადაც ჩვენს თვალწინ გასაოცარი სისწრაფით ვითარდება ფრიად მრისხანე მოვლენები მთელს დედამიწაზე, რომელიც არსებითად დასაბამეა უკანასკნელ მესამე მსოფლიო ომისა, გულმა მითხრა, რომ მართალია ერთხელ და ორჯერ ვისაუბრეთ ამ ხნის განმავლობაში ღვთის განგებულებაზე, კიდევ ერთხელ მოგესაუბრა ამის შესახებ. თუ როგორი მრავალ შეუცნობელია ჩვენ ადამიანთათვის მაღალი ღმერთის განგება. პირველ ყოვლისა რა მოვლენები მაქვს ხედველობაში? სირიის დაცემა, დამხობა ადგილობრივი ხელისუფლების, ისრაელის შესვლა, ეს მოხდა თურქეთის ხელით პირველ ყოვლისა. თითქოს დაპირისპირებული არიან ისრაელ-თურქეთი, ეს ყველაფერი შირმა არის. ისინი ერთნი არიან. ყველა ისინი ესმით ნაკლებად და არ ესმით თუ სხვა აშენებენ ახალ მსოფლიო სახლს, რომ უჟულოებისა იგი კაცი მოიყვანოს სათავეში, რომელიც მოიტანს ჭირის დღეს მთელი 7 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მისი სათავეში ყოფნის ბოლო 3 წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ამას უნდა მოყვეს და უკვე ლაპარაკობენ, კერძოდ შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისრაელს ხარს დაუჭერს ირანის წინააღმდეგ ომში. თუ თქვენ გახსოვთ, რამოდენიმე თვის წინათ ჩვენ გაგაცანით ერთ-ერთი ჩვენი თანამედროვე მღვდლის, კერძოდ მამა სამუელ დევტერიანის წინასწარმეტყველება, გამოცხადება, რომელიც მას 5 კონტინენტის ანგელოზისაგან ჰქონდა. ეს არის ჩვენი თანამედროვე შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ერთხელაც როგორც გახსოვთ, ის შავიდა კუნძულ პატმოსზე, სადაც საფრთხო გამოცხადება, აპოკალიფსური გამოცხადება ჰქონდა წმინდა იოანე ღვთისმეტყველს, კაცრად მარხულობდა, ბევრს ლოცულობდა და განჟიდა თავის თავში ღვთიურ საგნებზე და ქვეყნიერების მომავალზე. ის იქ წააწყდა ერთ მიტოვებულ პატარა ხის ეკლესიას წმინდა ნიკოლაოზის სახელობისა, სადაც ხშირად ლოცულობდა, ჯდებოდა იქ ქვაზე და გამჭობდა უკანასკნელ მოვლენებს. აი სწორედ მაგ დროს ამ განჟაში ცხადში მას წარმოუდგა 5 ნათლით მოსილი ანგელოზი. შეზრწუნდა ამაზე ღირსი მამა, მაგრამ ანგელოზებმა დააწნარეს, რომ ისინი იყვნენ ღვთისაგან წარმოგზავნილი 5 კონტინენტის ანგელოზები და მოვიდნენ ღვთის ბრძანებით, რათა ამცნონ ქვეყნიერების უკანასკნელი ხვედრის შესახებ. ეხლა მე ამას თავიდან არ მოვყვები რა უთხრეს, კერძოდ ეს ჩვენ ვიქადაგეთ ერთხელ და ორჯერ სხვა ქადაგებებშიც ვახსენეთ და მათ შორის უთხრეს შესახებ იმისა, რაც აეხლახანს მოხდა და ხდება, რომელსაც როგორც გითხარი მოყვება ომი ირანთან, რომელსაც ხარს მეტნაკლებად დაუჭერს რუსეთი, გმირულად იბრძოლებდნენ თავიანთი სამშობლოსთვის ირანელები, ძალიან ბევრი დაიხოცება ორივე მხრიდან, მაგრამ სპარსეთის ყურე საბოლოოდ დაკარგავენ. ესე იგი, თავი რომ გაიმართლონ დასავლურმა გლობალურმა ძალებმა, იქ დაარსებენ დიდ საერთაშორისო მსოფლიო სავაჭრო ცენტრს, დიდ ქალაქს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ომი გადასწრება სამხრეთ კავკასიასაც. ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში და სრულიად საქართველოში ხდება, ეს არ ხდება სპონტანურად, არც მხოლოდ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის სურვილით, რომ ხელისუფლებაში პალად მოვიდნენ. ეს არის შეკვეთა, ამ შეკვეთაში ფული გადახდილია და სხვა და სხვა. აი ახლა ხანს რა მოხდა თქვენი სწორედ დღის წინ სატანური რიტუალიც აღასრულეს. ერთი ამბობენ, რომ ამ კუბოზე იყო ივანიშვილის გამოსახულება, თუნდაც ივანიშვილის. რა მამა გაბრიელი, რომელსაც ვეთაყვანები დღეს ქუჩაში რომ ნახავდა, რომ ეგდო ან გაზეთი, რომ ადამიანის გამოსახულება იყო თუ ამ ფურცელი თუ რაღაც, აიღებდა იმას და შეინახავდა, რომ ფეხი არავის დაედგა და არ დაეწრგუნა. ამაშიც გამოხატულია რა, პირველ ყოვლისა პატივისცემა და მოგრძალება შემოქმედის ღმერთის მიმართ, რომელმაც ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსათვისად და ასე შემდეგ. აი ახლა უკვე გარდა მაგისა, რამოდენიმე დღის წინ ჩრდილო კავკასიის პროდასავლურმა ძალებმა, რომელთაც აქვს გარკვეული გაერთიანება, კავშირი, აქაურ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, ანუ ფსევდოლიბერალებს შემოუთვალეს, თუ კი დაუძახებენ, ჩამოვლენ და ფიზიკურად იარაღით გვერდში დაუდგებიან. ანუ დახოცავენ ქართველებს, მოკლედ რომ გითხრათ. და როგორც ერთ-ერთმა კერძოდ აზიის ანგელოზმა უთხრა, ღირს სამუელს სისხლის ტპორები დადგება სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, რასაც ჩვენ უკვე მივუახლოვდით. აი ამ ყველა მოვლენებმა და არა მხოლოდ ამა, რა თქმა უნდა, მაფიქრებინა, რომ დღეს გვესაუბრო საღვთო განგებულების შესახებ. ლավ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საღვთო განგებულება ეს არის
ღვთის მზრუნველობა ადამიანის საცხოვნებელად. მაგრამ როგორც დიდი წინასწარმეტყველი მესის მამა წოდებული დავით მეფე ამბობს, მიმართავს რა უფალს, გამოუკვლეველ არიან განკითხვანი შენი უფალო, უფსკრულ მრავალ, როგორც შეუძლებელია ღრმა და ბრნელ უფსკრულში თვალი მიაზრდინოს ფსკერზე ადამიანმა და განჭვრიტოს, რა არის ფსკერზე უფსკრულისა, ასევე დავით წინასწარმეტყველი ამბობს, შეუძლებელი არის, რომ ადამიანს ესმოდეს ღვთის დამოქმედარი, ესმოდეს მისი განგებულებისა. ჩვენ ძალიან მარტივად ვთქვათ, ერთ სიბრტყეში გავიაზრებთ ყველაფერს და რაც ჩვენთვის ჩვენი ეგოდან გამომდინარე არის თითქოს კარგი, ის კარგია, რაც ცუდია, ეს მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი არც არის და არც იქნება მომავალში. ცხოვრება ძალიან მძიმე და ეკლიან გზაზე გადის ადამიანისა. იქ არის არა მარტო ნუგეშინის სემანი, სიხარულებით, მოყვასი და სხვა, არამედ იქ არის ბევრი ტირილი, მოთქმა, ქნესა, დარდი, მოწენილობა, უბედურება, ტკივილები, შეურაცხყოფა, დამცირება, მოკლედ რომ შევაჭამოთ უსიყვარულობა. და ესეც ყველაფერი მაღალი ღმერთის განგებულებით არის დაშვებული. აი როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ღმერთმა ერთის შეხედვით სრულიად განსხვავებული რამ მოვლენები და გარემოებები შექმნა და დაუშვა, მაგალითად ცივი და თბილი და მწარე, მაგრამ სინამდვილეში ისინი ქმნიან ჰარმონიას ბუნებაში. და ჩვენ ნელ-ნელა ჩვენი უზნეობიდან და უღმერთობიდან გამომდინარე თანდათან ჰარმონიას ვცვლით ბუნებაში და საკუთარ გულში, პირველ ყოვლისა საკუთარ სულში დისჰარმონიით. აი ერთ-ერთი მარტივი გამოხატულება ეს არის კაკოფონური მუსიკა. მძიმე მეტალი და ესე შემდეგ. ასეთი მუსიკისთვის, მსგავსი მუსიკისთვის, მაგალითად ძველ ჩინეთში კანონი იყო და სიკვდილით შეძდნენ. რატომ? იმიტომ რომ ადამიანში შემოაქვს ქაოსი, ჯაყი და ეს ფიქრობდნენ მეფენი, ჩინეთის მეფენი საფრთხეს უფლის, ესე იგი მშვიდობიან წყობას იმ სამეფოსი, ამ შემთხვევაში ხატაეთისა, ანუ ჩინეთისა. მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, იმ დისჰარმონიას, რაც ადამიანს შეაქვს საზოგადოდ ბუნებაში და არ ჯერდება უკვე დედამიწის არეალს, არამედ კოსმოსში. გაიჭრა და დიდ ტკივილებს და უბედურებებს მოუტანს და მოაქვს კიდეც რამდენადმე საკუთარი თავის ოზონური ხრელები მაქვს ხედველობაში, რომელიც იწვევს არაბუნებრივ საცეთყვას, ზამთარში, მათ შორის და ზაფხულში, თოვლს და ასე შემდეგ, უამინდობას, მიწისძვრებს, წყალდიდობებს, სხვათა შორის აი ამ ყველაფერზეც, ეგრეთ წოდებულ ეკოლოგიურ პრობლემებზეც, სხვა კონტინენტის, ევროპის ანგელოზი უწინასწარმეტყველებდა წმინდა მამას და როდესაც ამ საზარელ საუბარს ისმენდა ანგელოზსაგან, ღირსი მამა შეძრწუნდა და მორიდებით დაეკითხა: ნუ თუ უფალი თავის მორწმუნეებსაც გასირავს? არა, უპასუხეს ანგელოზებმა, ღმერთში მორწმუნეს არ დააგდებს, არ დაუტევებს მიერთადმდე, ყველა ისინი გადარჩებიან. ეს რა გამოდის მეორეში ამ პასუხით, რომ ეს არის სასჯელი სოდვილი და უღირსი ადამიანებისა. პრობლემას ეს ყველაფერი დაატეხეს საკუთარ თავს, ხოლო ღმერთმა დაუშვა. აი რას ამბობს ღვთისმდიდრული პავლე თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში, კერძოდ რომაელთა მიმართ იმავე განგებულებას. სხვათა შორის წმინდა წერილში, როგორც ძველ ისე ახალი აღთქმის წიგნებში, პირველ ყოვლისა წინასწარმეტყველთა წიგნებში, 4 დიდი და 12 მცირე წინასწარმეტყველის წიგნებში, ასე როგორც ახალ აღთქმაში, ეპისტოლეებში და პირველ ყოვლისა პავლე მოციქულთან საუბარი არის განგებულებაზე და მცდელობა მისი განმარტებისა. აი მაგალითად რას ამბობს ღვთისმდიდრული პავლე. Hoi სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღვთისაი, ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისთი. ძველ ქართულად განკითხვანი ეს არის იგივე განგებულება. გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისთი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისთი. არსებითად პავლე მოციქულიც იგივეს ამბობს, რასაც ათეული საუკუნეების წინათ ამბობდა დავით წინასწარმეტყველი, რაც შესავალში ვახსენეთ, უფრო მეტად გაღრმავებულია ეს აზრი, რომ ყოვლად მიუძდომელი არიან გზანი უფლისანი. ერთხელაც წმინდანთა შორის დიდი მამა ანტონი დიდი, მეუდაბნოე, მეგვიპტელი, იჯდა და ფიქრობდა, თუ რა არის ღვთის განგებულება, მაგრამ პასუხს ვერ მიაგნო. შეწუხდა, სულიერად აფორი აქდა. ღმერთს შეევედრა, რომ თუ მისი ნება იყო, განემარტა მისთვის რა არის განკითხვანი უფლისანი. და იმან წარმოულინა ანგელოზი უფლისა, რომელმაც ესე იგი უთხრა: ანტონი, შენთვის სარგებლობის მომტანი არ არის ღვთის გზათა კვლევა. ხომ ხედავ,
სულიერად აგაფორია კიდეც და შეიძლება ესე იგი განგდრიკოს ღმერთის სარწმუნოებიდანაც კი ადამიანური შეზღუდული გონებისათვის ამის გამოკვლევა ყოველად შეუძლებელი არის. ღმერთი არის გარეშე მოუწრელი, მიუსტომელი. იდუმალთ მეცნიერებაც კი უძლურია გამოიკვლიოს გზანი უფლისანი. შენაც შეგეხება, აი უფალმა რა მიბრძანა გადმომეცა. თავი ანებე განგებულების კვლევას და ისწავლე როგორ ილოცო და როგორ არ ჩავადე მოწყენილობაში. და აჩვენა ანგელოსმა თვითონ რომ ხან სკვნილზე ლოცულობდა იესოს ლოცვას, ხან ხელსაქმეს აკეთებდა. რატომ? იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია ერთი და იგივე რამ განუწყვეტლივ აკეთოს. მოწყენილობაში ვარდება და ეს რომ არ მომხდარიყო, იესოს ლოცვა შეანაცვლე ხელსაქმით. ან იესოს ლოცვა დაურთე ხელსაქმეს და მართლა წმინდა მამები, ძველი ნამდვილი მამები ამგვარად იხსოდნენ. ხოლო ზოგიერთი ისე ამაღლდა სულიერად, რომ ბოსტანიც კი აღარ ქონდა, რომ თავი ერჩინა. იქ უდაბნოში პატარა ბოსტანი ქონდათ, ხოლმე რომელთაც ირჩევდნენ თავს წვიმის წყლით, ან თუ წყაროს თვალი იყო და ასე შემდეგ. აი პავლეთებელი მაგალითად მაგალითად პირველი საუკუნეებია ადრეული, როდესაც დევნა იყო სარწმუნოებას, გამოექცა დევნა, სიცოცხლე გადაირჩინა და იწოდა ერთ-ერთ უდაბნოში ეგვიპტისა. ღმერთმა რომ გადაერჩინა, ის სასაული მოახდინა. წმინდა პავლეს ლოცვით წყაროს თვალმა აღმოშკეფა და რამოდენიმე ცირი პალმა აღმოაცენა, რომლითაც საზრდოობდა პავლე. ალბათ გახსოვთ ერთხელ მას, როდესაც ანტონი დიდი ეწვია და რატომ ეწვია და როგორ მოხდა, ლოცვაში გაკადნიერდა ერთხელაც ანტონი, თუ არის ვინმე უფალო, რომელიც ღვაწლით აღმემატება მე. ერთგვარი კადნიერის აზრი გაუშვდა გულში და გამოცხადებით გლოსულადი ითემს, რომ ჰოი მამაო, შენ ვინ ხარ? არის ვინმე პავლე თებელი, რომელიც ფრიად აღემატა თავისი ღვაწლით და მეანიშნა სად შეიძლება ეპოვა პავლე, ბევრი არა თუ ცოტაი არა და მრავალი უდაბნო გარდავლო, ბოლოს მიაღწია პავლესთან, ილოცეს, მოიკითხეს ერთმანეთი, სახელებით მოიკითხეს. ორივე წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა, ნამდვილი ბერები დღეში ერთხელ იღებდნენ საზრდელს, წუხრიდან დაჟდნენ და მცირეოდენი მწვანვილი ჰქონდა და წყალი. ეს იყო მათი დიდი ნუგეშინის სემა. სხვა არაფერი იპოვებოდა იქ. მაგრამ იმ დღეს ორი ულუფა მოუტანა ფრინველს უბრძანა ყორანს და უზიდავდა პავლეს საჭმელს. ერთ ულუფას, ერთი ადამიანი სამყაროს აქ მაძღრის საჭამაზე როდია საგვარელო ჩვენსავით ლაპარაკია. ეს ლაპარაკია წმინდა მარხვაზე, ასკეტურ მარხვაზე. მაგრამ იმ დღეს, როცა პავლესთან ანტონი მოვიდა, ფრინველმა ორი ულუფა მოიტანა. ორი პური მოიტანა, ასე ვთქვათ და გაეღიმა პავლეს და უთხრა, რომ აი ღმერთმაც კი იცის, რომ პავლეს ანტონი ეწვიაო. და ამის ნიშნად გამოგზავნა საზრდელი როგორც ერთისთვის, ისე მეორისთვის. და რა კი პავლეს ღმერთშემოსილს არ ზალუց, რადგან იგიც ადამიანია, ჩასვდეს ღვთის განგებულებას, ჩვენც უნდა თავი ვანებოთ ამაო ბრძნობას, შფოთვარებას სულისა და ქედი მოუდრიკოთ ღვთის განგებულებას. აი აქ დღევანდელ დაუჯდომელში ზის მაწვეველის ხატის მიმართ ჩემ ყურს მოსვდა ერთ-ერთი კონტაქტიდან სიტყვები ასეთი, რომ ვადიდებთ ღვთის განგებულებასა ჩვენზე და ჩამეძირა გულში, რომ ამაზე ვფიქრობდი საუბარს. ჩვენ მხოლოდ უნდა ვადიდოთ, ანუ მადლობით მივიღოთ განსასწრების და ნუგეშინის სემაც, მაგრამ არ ვეცადოთ, რომ ჩავსვეთ სიღრმეს ამ საიდუმლოებისა. ხშირად ის რა ჩვენთვის ცუდია ადამიანური გაგებით, თურმე აუცილებელი ყოფილა სული საცხოვნებელა. ამის დასტურად რამოდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. აი ერთხელაც პაფნუტი დიდის მონასტერში, თქვენ იცით რომ ეს მეოთხე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ღმერთშემოსილი მამა იწურებოდა მარხვა, ახლოვდებოდა ქრისტეს მწყინვარე აღდგომის დღესასწაული, რომელსაც თქვენ იცით რომ მოხდა მწყინვალე შვიდეული, რომელიც ხსნილია ყოვლითურთ, მაგრამ რამდენადაც ნამდვილი ბერები, პირველი ბერები ხორცს არ ჭამდნენ და ზოგიერთი საერთოდ წველასაც, ძველ ქართულად წველა ქვია ძის ნაწარს. არამედ მხოლოდ თევზეული თუ იყო საშუალება, იხსნილებდნენ. მას ახლოვდებოდა რა აღდგომა მწყინვალე შვიდეული და არ გააშთა თევზი. ბერები, რომელსაც ისეთი რწმენა არ ქონდათ და სასუება, როგორც მათ მოძღვარს პაფნუტიც, ბერებმა იწყეს დრტვინმა. ის რომ პაფნუტისაც კი აგონებდნენ, ნუ რა არის ეხლა ასეთი მკაცრი მარხვა გადავლეთ 40. შემდეგ ნების შვიდეული, მოდის ასეთი დიდებული დღესასწაული და მსგებში, ჩვენ კი თევზიც კი არ აქვს. პაფნუტი დაამშვიდა, მივენდოთ უფალს, ვევედროთ და თუ ღმერთისთვის სათნოა მოსაწონია და აკხედულობაში აქვს
თუ მაცხოვნებელია თქვენთვის, დიახ, ზოგი რამ შეიძლება ერთისთვის იყოს მაცხოვნებელი, მეორესთვის წარწმედელი და პირუკუ. მაგალითად, იყვნენ უმდიდრესი ადამიანები და მოწყალები ცხოვრობდნენ, იყვნენ უმდიდრესი ადამიანები და სიძუნწის წარწყდნენ. მოკლედ რომ თქვათ, მივენდოთ უფალს, მე ვილოცებო თქვენთვის, რა კიდურ ტვინვას არ წვეტრენ და ბოზღომს. პაფრუტი დიდის ლოცვით ასეთი უჩვეულო რა მოხდა. მეორე დილით, ეს იყო დიდი შაბათი, აღდგომის წინადღე, ტრაპეზარი ჩავიდა წყაროზე ჩვეულებისებრ, წყალი აღმოესვა სატრაპეზოში მოეტანა, მაგრამ როდესაც წყაროს თვალთან მივიდა, გაუგუნდა და შეშინდა კიდეც. ურიცხვი სიმრავლე თევზისა მიმოიქცეოდა წყაროს, რომელიც არასდროს არ უნახავ და საერთოდ გაუგებარი იყო წყაროში როგორ გაჩნდა ამდენი თევზი. საასრაფოდ შეშინებული გაექცა უკან, ძმებს ახარა, რაც მოხდა, ყველა ესენი ჭურჭლებით წამოვიდნენ, სათლებით აღმოავსეს წყალი და ამ პატარა წყაროს უამრავი თევზი მოიერეწეს და მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეყოთ მათ ეს თევზეული. ეს ღვთის განგებულება არის. დაუტევეს ზრუნვაის შენი უფალსა, ნათქვამია იმავე დავითის ერთ-ერთ ფსალმოში და მან გამოგზარდო შენ. სხვაგან ამბობს, ჯობს მოსავყოფა უფლისა, ვიდრე მოსავყოფა კაცსა. ჯობს იმედი კონდეს ღმერთის, ვიდრე ადამიანის. აი დღესაც როგორ არის გაუღმერთვებული კაცობრიობა, წვენა შერყეული ან სულ წვენა დაკარგული კაცობრიობა, სასუებით ხან ჩრდილოეთს მიაპყრობს თვალს საშველად, ხან დასავლეთს, ხან ვის, ხან რას, თანამდებობის გავლენიან პირებს, საკუთარ ქონებას რას ასახლეს. არაფერი მათ ეს არ უშველით. როგორც ეფრემასური ბოლო ჟამზე წინასწარმეტყველებს, სკორესავით ეყრება ქუჩაში ოქრო ვერცხლს, რომელთათვისაც იკლავდნენ თავს ადამიანები და ესე იგი სინდისე უარს ამბობდნენ ადამიანობაზე, სამშობლოზე, როგორც დღეს ხდება მაგალითად, კაცობაზე, სარწმუნოებაზე. ხოლო რაც შეეხება მის სასუებელ ჭეშმარიტ მორთულებს, ღმერთი თუნდაც მისთვის უჩვეულო გზებით რა სასაული არ იყო, როდესაც დავით გარეშელს ოთხშაბათ პარასკევის გარდა ირემს უგზავნიდა და მის მოწაფეს ლუკიანეს. შიომღმელს ყვავით ასაზრდოებდა პავლე თებელს და რომელი ერთი ჩავაგე პაფნუტის ლოცვით საძმოს და სხვა. ესე იგი რა არის საყვარელო საჭირო განსაკუთრებით ბოლო ჟამის ქრისტიანებს ღრმა და ცოცხალი რწმენა გქონდეს და ვისაც ასეთი რწმენა და რწმენიდან მოდის სასუება ანუ იმედი ექნება, მას ღმერთი შეიყვარებს და არასდროს არაფერი არ მოაკლდება. რა ვიცი, თუ მეტისმეტად თავხედურად არ აღღერდება, საკუთარ თავზეც მინდა ვთქვა, სხვათა შორის გუშინ თარგმნიდი დავასრულე ერთი სიტყვა ძალიან ღრმა მეტყველებისა, გრიგოლ ღვთისმეტყველის. კერძოდ პასექის დღესასწაულზე უჩვეულო განმარტება. ბევრ წმინდა მამასთანაც ვერ ნახავ ამგვარ განმარტებას წმინდა წერილისა და დღესასწაულისა. და მე დავიწყე მართალია გადაღლია ძალიან დამღლელია, გამომფიტველი, მაგრამ ცოტას ვისვენებ, მიმოვდივარ და ასე შემდეგ და მე ესე ვიწყე იმდენად დიდ სიხარულს და ნეტარებასაც კი ვიღებ, როცა ვთარგმნი წმინდა ეს ფაქტურად მამებთან საუბარია, ღმერთთან საუბარია, ღვთისმეცნიერება, იდუმალ მეცნიერება არის და მათ შორის 36 სიტყვის თარგმნა დავიწყე, რა თქმა უნდა, გადავათვალე რა მეთარგმნა, ზოგი რამ ნათარგმნი მაქვს ამ წმინდა გამოცემულიც და აი წავაწყდი ამ სიტყვას. სიტყვა საკუთარ თავსა და მათთვის, ვინც ამბობენ, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველს კონსტანტინოპოლის კათედრა უნდა დაიპყროს. ანუ ცილის წამებაზე სემს პასუხს და ჩინებული სიტყვა არის. დაგიკვირდება, ასე მსოფლიო მამასაც ჭირდებოდა თავის მართლება, ცილის წამლების ხილებაც? კი, რატო? არა პატი მოყარეობიდან, დიდების მოყარებიდან გამომდინარე, არამედ გამომდინარე იქიდან საგვარელო, რომ თუ ის თუნდაც უსამართლო ცილწამებული იქნებოდა და შერწყებოდა, ამის გამო მრავალი დაბრკოლდებოდა მის მიმართ, რომელიც თითქოს მართლაც დამნაშავე იყო, რაშიც ცილს წამებდნენ. აი ამად გასცა მან პასუხი. საკუთარ თავზეც ვიტყვი, ძალიან მარტივად. ეს იყო დიდი ხნის წინ, როცა ახლად ნაკურთხი მღვდელი ვიყავი და ის იყო გადმომიყვანეს დიდუბის ეკლესიიდან, ჯერ გორში მიკრეს თავი, შემდეგ პეტრე-პავლეში. ისიც დასაშელად იყო, ესეც ზოგიერთი უკეთური მღვდლები ამ ეკლესიას შტრაფნიკების ეკლესიას უწოდებდნენ. აი ფილბი რო ამეთქი ლაზარე საადმედი ხარ მყდარსრულ მისტერიან, არც საჭმელია, არც სასმელი, ასეთი ტაძარი იყო ეს ქალაქის გარეთ. მაგრამ სადაც ეკალი დათესეს, იქ ვარდია მოვიდა. აგერ რა მყუდროთ ქადაგებდა ისმენთ ღვთის სიტყვას.
სამი ტაძარი მიემატა, სატრაპეზო და თქვენ აქ ვინც მოსულხართ, უდიდეს უმეტესობა სხვადასხვა მრევლიდან ახართ, სამრევლოდან მოსულები. ესე იგი ღმერთს თნავს ეს წლებია ეს გრძელდება. მოსაწონია. აგერ ღვთის დიდებისთვის და ღვთისმშობლის პატივად შეიქმნა რამოდენიმე ხატი, ზოგიერთი სრულიად ორიგინალური და უჩვეულო. სადაც შეზგა ღვთის მადლით ჩვენ მიერაც ან ითარგმნა დაუჯდომელი. კიდევ ორი ხატი იწერება. ერთი არის პანტანასას ხატი, სიმსივნის მეორე ბარძიმის შეუცვლელი და ნარკომანია და ლოთობა გამრავდა ქვეყანაზე. საგანგებოდ იწერება და ღვთისმადლით უკვე ნათარგმნი მაქვს მათი დაუჯდომელი და გამოცემულიც. სავარაუდოდ ცნობის მოყვარეობისთვის მამა გაბრიელის ტაძარში დასვენდება, სადაც სამი წინასწარმეტყველის ხატია, შედარებით მომცრო დაახლოებით ამხელა ხატები იქნება და მეორე მის პირისპირ იქნება, პარალელურად იქნება, სადაც ესევე გარდავიხდით ხოლმე მორიგეობით, მონაცვლეობით დაუჯდომელს. ეს ყველაფერი ღვთისმშობლის სიყვარულია და მისგან ხორჩესყული ღმერთისა. ჩემთვის სანუკვარი და სანატრელია არა მარტო კვირა, როდესაც წირავდი და ღვთის სიტყვას ქადაგებდი, არამედ სანუკვარი და სანატრელი გახდა ოთხშაბათით ღვთისმშობელ მარიამის სიყვარული. როცა მის ფერთაქვეშ მოვდივართ, საუბრობთ მისი ძისა და ღმერთის მოძღვრებაზე, ერთმანეთს ვეფერებით, უსიტყველად და ვათქვობთ. ღვთის მადლით, რა თქმა უნდა. როგორც უფალმა გვითხრა, აი მის სიტყვები ჩამძახის ამ ნათქვამზე, მე თქვენში და თქვენ ჩემში. აი ეს ღვთაებრივი შეერთმანეთი ხდება ადამიანის ღმერთთან, ღმერთის ადამიანს და ადამიანებს შორის ქრისტეს მიერ. არა სხვა პარტიების სახელით შეხედულებების, მსოფლმხედველობის თუ სხვა ავი თუ კარგია, არამედ ქრისტეს მიერ. ამაზე ნამდვილი და ძლიერი ერთობა არ არსებობს. როგორც ღვთისმდიდრებული პავლეს სიყვარულის მოზღვავებისა შესახებ ერთ-ერთ ეპისტოლეში, რა იმიყოს მე კაცმან, რამ განმაყენოს უფლის სიყვარულსა. ასეთი არ არის არც ფერადი რევოლუციები, არც სირიის ომი, არც ისრაელ-ამერიკისა თუ სპარსეთის, რომელსაც რუსეთი მეტნაკლებად მიეხმარება იქ ირანს და ასე შემდეგ. ასეთი არ არსებობს არც სოფლიო, არც ადგილობრივი ომები, არც მიწა, არც ცა. არ არსებობს ასეთი ძალა, რომელსაც ჭეშმარიტი მორწმუნის გაყენება შეეძლოს ღვთისა და მისი სიყვარულისაგან, მისი სარწმუნოებისაგან. აკი პავლე მოციქული ამბობს ერთ-ერთ სხვა ეპისტოლეში, ის ვინც ზესიურმა მამამ გამოირჩია კაცთა მოდგმიდან და აღბეჭდა თავისი ბეჭდით, ვერაფერი და ვერ განაშორებს ღმერთს. ასეთი იქნება თქვათ ეს წმინდა თუნდაც იგივე გრიგოლ ღვთისმეტყვი, ამდენი ვალალება, ტკივილები, შეურაცხყოფა, დანცირება ნახა, მათ შორის ხარმასიბერეში, როცა უმძიმესად იყო დაავადებული, მაგრამ ვერ განაყენეს ღვთის სიყვარულს. ასევე წმინდა მოწამეები და ცხრავე დასი წმინდანების ღმერთს დღესაც ყავს თავისი ერთგულები და ჭეშმარიტი მოწაფეები, თუმცა მათი რიცხვი რა თქმა უნდა ძალზე მცირეა. და იმდენად შემცირდა და შემცირდება კვალად, რომ თავად უფალი ამბობდა 20 საუკუნის წინათ, ნოკვე ძეკაცისა, ანუ ნუთუ ძეკაცისა, როცა დაბრუნდება დედამიწაზე, დახვდება მას ჭეშმარიტი სარწმუნოება. ნახეთ როგორ არის დაეჭვებით ნათქვამი. ძალზე ცოტანი იქნებიან ღვთისმოსავები. ამიტომ დაუშვებს ამხელა განსაცდელებს უფალი. უდიდესი უმეტესობა იქნება უჟდულო, უღმერთო, არა უბრალოდ ურწმუნო იქნება, ღვთისმგმობი და ღვთისწინააღმდეგო. ეს იქნება, როგორ ვთქვა, ნებროთიანელთა მოდგმა, რომელიც სასისრებს ესრულდა და ღმერთს ლამძღავდა. ჩვენს თვალწინ ეს ხდება თუნდაც დედაქალაქის ქუჩებში. მაგრამ ეს მცირე გამოვლენაა იმ დიდი უბედურებისა, რაც ელოდება კაცობრიობას. ხშირად თავად ეკლესიური მორწმუნეების გვეკითხებიან, მამაო, როგორ ვიყოთ, რა ვქნათ? სახეზე შეშინება აწერია. მომიახლოვდი შვილო, გვეუბნება ბაცხოვარი იაკობ მოციქულის პირით და მოგიახლოვდებით წინაღუდექით ეშმაკს და განვალს. აი დააყენა ერთი ბებერი, ავად უყოფი მოწყარი და იმის გზით სილოს ნუგეში გცეთ და ერთგვარად გაზიაროთ ღვთის მეცნიერებას. აი როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდა იმ 36 სიტყვაში, რატო აძაგებენ ერთին და რატო უყვართ მეორედ, განმარტავს ამას. ხსნის ძალიან ფსიქოლოგიურად თვალსაზრისითაც და ამბობს, რომ თავდაპირველად ჩვენს რისთვის მაქებ საერო განათლება და არაჩვეულებრივი განათლება ქონდა. ჯერ მიიღო კესარია კაბადოკიაში, შემდეგ ათენში, სულიერების და ესე იგი მეცნიერების ცენტრი იყო, ბასილთან ერთად სწავლობდა. ორი გზა ვიცოდით, ერთი მიდიოდა სახლიდან სასწავლებისკენ, მეორე გზა მიდიოდა სახლიდან ეკლესიისკენ. სხვა გზა ჩვენ არ ქონია, ესე იგი გართობასა და ღრიანცილში არ ჩართულან ეს დიდი მამები და ისინი გაამდიდრა უფალმა, რომ მათ მიერ გაემდიდრებინა არა მარტო თანამედროვენი მე-4 საუკუნეში, არამედ აგერ 16 საუკუნეა მათი ღვთისმშთაგონებული თხზულებები, სწავლები და თუგნება თუნდაც მათი ცხოვრების გაცნობით ჩვენ ვიღებთ ცოცხალ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ქრისტიანი.
საერო განათლების შემდეგ დავეწაფეთ ღვთისმეცნიერებას. ის აქვს ხედულობაში, რაც მოგახსენეთ. და მერე უკვე ვიწყეთ ღვთის სიტყვის ქადაგება და უფრო გამოწვლილი თუ ხსნის, რატო შეიძლება გრიგოლი, რომელიც იყო თვითონ დასესი, უცხო ტომელი იყო, შეეყვარებინათ ბერძნებს, რომელიც ბუნებით დიდმედიდურნი არიან და თავმომწონენი. მაშინ განსაკუთრებით როცა ესე იგი აყვავებული ჰქონდათ სამეფო. და გრიგოლი იყო კაბადოკიელი ქართველი. მათთვის იყო პროვინცია ერთ-ერთი კაბადოკია. და იქიდან ჩამოვიდა, ჯერ სთხოვეს, მიიყვანეს. დაქცეული კონსტანტინოპოლის ეკლესია 8 წელიწად ნახევარს ვიდრე იყო ეპისკოპოსი ფეხზე წამოაყენდა, შემდეგ მოიშორეს. შენ თვითონ მიიტაცე საღდარი, აქ არავისად მოუწვევი ხარო. და ეს სათხდება, როდის ხდება საყვარელი მეორე მსოფლიო კრებაზე, რომლის ბევრი მონაწილე არის წმინდა მამა. წმინდანებშია შერაცხილი. აი ესე აღელდა ეს კრება, რომლის საფუძვლები მისმა სულიერმა ძმამ ბასილი დიდმა მოამზადა პრაქტიკულად, რომ გაძევებას უპირებდნენ და შეხედა რა მათ პატივმოყვარულ ღელვარებასა და ქარიშხალს. გრიგოლ ღვთისმეტყველმა არაჩვეულ ეს სიტყვაც დაწყებული მაქვს თარგმნო დავასრულო და გაგაცნოთ. და ესე იგი უთხრა, თუ მე ვარ ის იონა, რომელიც თქვენი მღელვარების ზღვას დააცხრობს, ამიღეთ და ზღვაში გადამაგდეთ. გახსოვთ რა, იონა ვიდრე არ გადაგდეს, ზღვა არ დაცხრა. ამასაც თავის აზრი აქვს, რა ქრისტეს საფლავად დადებას ვრეთით აღგო და ძალიან დიდი სიღრმეებია და პლასტები წმინდა წერილში. სიტყვა შორს გაგვიტაცა კონკრეტულ სათქმელს მოუბრუნდეთ. მას ჟამსაშინა ასევე ადრეულ შუა საუკუნეებში ერთი ღირსი და განგრძელული მამა ცხოვრობდა უდაბნოში. განდეგილი იყო. განდეგილობა ფერმონოსული მოღვაწეობის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა მოგეხსენებათ. და მასაც გულში კადნიერი აზრი მოუვიდა. რა არის ღვთის განგებულება? რატომ არის ერთზე რომ ასია სხვასთან სხვანაირად, აი როგორც ანტონი დიდის ამბობდა, რატო რომ ზოგი ახალგაზრდა სულიად ან ჩვილი ყდება, ზოგი ბოროტია და დიდხანს ცოცხლობს და შვებედნიერია დედამიწაზე თითქოს. და ასე შემდეგ. და გადაწყვიტა რომ ერთ შორეულ უდაბნოში მასეთ ღვთივ გამბრძნობილი ღმერთშემოსილი მამა ცხოვრობდა, რომ წასულიყო, რადაც არ უნდა დააშტომოდა და ეს კითხვა დაესვა ბისთვის. რატომ გადაწყვიტა მასთან წასვლა? საგანგებოდ იმარხულა და ლოცულობდა, რომ ღმერთს პასუხი მოეცა, მაგრამ ღმერთმა არ სათნოიჩინა, ანუ მოსაწონად არ მიიჩნია, რომ მისთვის პასუხი გაეცა. ამის შემდგომ კიდევ ერთხელ შეუთქვა მარხვა, შეუდგა კვლავ გულმოდგინე ლოცვას და ღმერთმა გადაწყვიტა განესწავლა ეს ბერი, რომელიც კადნიერად ითხოვდა იმას, რასაც ვერ მისდევდა. არის ქართული გამოთქვაც, რასაც ვერ მისდები, ნუ შეეცდები, მაგრამ არა. მას სურდა, რომ მიეღწია თავის სამყარო გულის სიტყვის პასუხი ეპოვა. და აი, როდესაც გამოვიდა და დაადგა უდაბნოში გზას იმ ბერისკენ, დაახლოებით იცოდა, რომელ უდაბნოში იყო, გზად მას შემოხვდა ერთი ბერი, მაგრამ ეს იყო არა ბერი, არამედ ანგელოზი, რომელიც ღმერთმა წარმოგზავნა. მიიღო ბერის იერი და დაემგზავრა. თქო, შეიძლება ერთად ვიაროთ, მეც იქით მოვდივარ. გაეხარდა ამ ბერს, რომ მარტო არ იქნებოდა ამ ვრცელ და ხიფათიან გზაზე. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, როცა შებინდება იწყო ერთ სახლთან გაჩერდა. აღმოჩნდა, რომ იქ ღვთისმოსავი ადამიანი ცხოვრობდა. რა დაინახა ბერები, გახარებულმა გაუღო სახლის კარები, იწვია და ესე იგი აღარ იცოდა რითი ეცა პატივი და რითი გამოეხატა სიყვარული. და მათ შორის, როდესაც ავახშმა საღამოთი წუხზე სადილი მიუტანა ვერცხლის ლანგრით. მაგრამ ხო ის საკვირველება, როდესაც ვახშამს მორჩნენ, ანგელოზ რომელიც ბერისიერით იყო, აიღო ეს ლანგარი და ზღვაში გადააგდო. ვერაფერს ვერ მიხვდა, ვერც ის ბერი, ვერც მასპინძელი. თავისებურად რა თქმა უნდა არის სიამოვნად, არც ერთს, არც მეორე, მაგრამ არაფერი უთქვამთ. ამის შემდგომ დილადრიან სისხანდილი წამოდგნენ, ლოცვა ხვეს ღვთის წინაშე ძილისაგან აღდგომისა, დაადგნენ იესოს ლოცვით კვლავ გზას. ასევე როცა შემწუხდა, ნახეს ერთ-ერთი ადამიანი გზად, ჯერ კიდევ ღრმა უდაბნოში არ იყვნენ, როგორც ჩანს, რამდენადაც სახლები ხვდებოდათ, მეტი თუ ნაკლები. და აქაც მორწმუნე ადამიანი აღმოჩნდა, მან აღმოსავლური წესით ფეხიც კი დაბანა ბერებს. დაუგო ვახშამი და სთხოვდა, რომ რაიმე ღვთისმსასარგებლო სწავლება მიეცათ მისთვის. ასე ვთქვათ, სულიერი გასამრჯელო ითხოვა თითქოს. ბერებმაც აღეს ბაგე, დამოწყვრეს, შემდეგ ესე იგი განემზადნენ ძილად მისვლით ლოცვებით, რომ მოესვენებინა ცოტა ხანი. აი მანამდეს სახლის მასპინძელმა მას მოუყვანა თავის მცირეწლოვანი შვილი, რომ დაელოცა, მაგრამ ბერმა კი არ დაალოცა. ხელი განართხო მისკენ და მოულოდნელად ანაზდად მოკვდა ბავშვი. ესე იგი მეორე ბერი აღშფოთდა. მასპინძელი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ერთადერთი შვილი ყავდა, მცირეწლოვანი, მაგრამ არც ერთს და არც მეორეს არაფერი არ უთქვამთ. დილით ადგნენ და ამ ბერმა აღარ ისურვა
მეორე ბერთან წასული იყო, მაგრამ ძალით დაემსგავრა თითქოს და კვლავ გააგრძელეს გზა. ამასობაში დაღამდა. რა კი იქ სახლი უკვე არაფერი არ იყო და ერთი ნახევრად დარღვეული სახლი იდგა, მცირე სახლი. ბერებიც იქ შევიდნენ და იმ ბერმა, რომელსაც დაემგზავრა მეორე, ლოცვა ხო ტრაპეზის წინ შეუდგა ვახშამს. ის რომ აღარც კი მიუპატიჟია, იმდენად დაბრკოლებული იყო ეს ბერანგელოსი. ის კი როგორ იქცეოდა, ჯერ დაარღვია ეს მცირე სახლი, ნახევრად დაანგრეული, შემდეგ აღაშენა. ამის შემხედვარეზე უკვე აფეთქდა ეს ბერი და უთხრა: ვერ გავიგე ვინ ახარ, ეშმაკი ხარ თუ ანგელოზი ხარ? ჯერ იყო და ესე იგი მასპინძელს მადლიერების ნაცვლად როგორ მოეკეცი? ვერცხლის ლანგარი ზღვაში გადაუგდე, ძვირადღირებული ლანგარი. მეორე მასპინძელი იყო და დალოცვის ნაცვლად შვილი მოუკალი. ახლა კი მოხვედი და სახლი ჯერ დაანგრიე ნახლა და ახლა კი ისევ თავიდან ააშენ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ხოი მამაო, შვიდად უპასუხა ანგელოსმა. ის ხომ ვერ ხედავდა რომ ანგელოზი იყო, ეს იყო ერთ-ერთი ბერი, მწირი ბერი. პირველ შემთხვევაში ნამდვილად ღვთისმოსავე მასპინძელი შეხვდა. დიდი პატივისცემა, სიყვარული ქრისტეს მიერ გამოიჩინა, მაგრამ მას რომ ეს წკეთილი ცხოვრება ღვთის წინაშე არ დაკარგოდა და ჯილდო მიიღო, ამიტომ გადავაგდე ის ლანგარი, ხოლო გადავაგდე ეს ლანგარი იმად, რამდენადაც ის იყო, ესე იგი, არაკეთილსინდისიერი გზით შეძენილი. ეს არ იცოდა ამ ბერმა. ესე იგი, ის არასახარბელო გზით შეძენილი მოვაშორე, რომ ეს სიკეთე გამამართლებელი ყოფილიყო, ისი ღვთისმოსავი ცხოვრება ღმერთის წინაშე. მეორე შემთხვევაში კი რატომ მოიქეცია? მრისხანებით უთხრა ბერმა ასე, რომ ერთადერთი შვილი მოუკალი დალოცვის ნაცვლად. ეს მასპინძელიც ჭეშმარიტად ღვთისმოსავი და კეთილი მასპინძელი იყო, მაგრამ ეს ბავშვი რომ გაიზრდებოდა, საზარელი ავაზაკი იქნებოდა და წარწყდებოდა და მასზე პასუხს მამასაც მოსთხოვდა. მამას რომ არ დაკარგოდა თავისი კეთილი საქმეები, ამადაც ღვთის ბრძანებით ამოვართვის სული მის ბავშვს, რომ მამის მიერ ეგებ შვილიც გადარჩეს. აი ეს არის განგებულება ღვთისა. არ გვესმის რა არის. აი ერთ-ერთმა თქვენთაგან ასეთი რამ მომითხოვრო რამოდენიმე წლის წინათ, საკმაოდ დიდი ხნის წინათ. შვილი ყავდა, ნუ რამდენიმე შვილი მიეცა კიდევ, რომელიც ძიმეთ მოიწამლა, კვდებოდა და ექიმებმა როგორც 1%-იც არ არის გადარჩენისო. პირდაპირ უთხრეს, არ დაგიმალავთ. და თავის დაისვიეს მერე რომ მათზე ჩივილები არ ეწერათ და სხვა ამ ექიმებზე. პირდაპირ გეტყვი 1% არის და არც არისო. შეიძლება ვერც ვერა. აბსოლუტურად ეს არაფერი არ გაუკეთებიათ, ვიდრე იმედ დაკარგულები იყვნენ თავდაგ მხოლოდ გადასხმები გაუკეთეს, რომელიც იმას არაფერს არ უშველიდა ემოწამულობას. იმდენად იმეთ იყო. და ესე იგი მამა სახლში გვიან დაბრუნებული, დაემხო ხატებთან, მორწმუნე ადამიანი იყო და წარეთ აქვითინდა. და ღმერთს თხოვდა რომ მისი შვილი გადაერჩინა. და აღუთქვამდა რომ ღმერთს გაუზრდიდა მას და თავადაც ეცნებოდა ღვთისმოსავი ცხოვრებით ეცხოვრა. მეორე დილას, როდესაც საავადმყოფოში მივიდა მამა და დედა, დახვდათ საოცარი სურათი. ბავშვი, რომელიც რეანიმაციაში დაბმული ყავდათ, რადგან იგელეშდა წვეთოვანს, თილით ეგონათ რომ აი გულის კანკალით შეაღეს რეანიმაციის კარები, აღმოჩნდა რომ რეანიმაციაში აღარ იყო, ამან უფრო შეაშინა, ეგონათ რომ გარდაიცვალა და პროზექტურაში გადაიყვანეს. სად არის შვილი? შეშინებულმა კითხა მამამ ექიმს, მორიგე ექიმს. პალატაშია. როგორ პალატაში? გუშინ მეუბნეოდით კვდებოდა და დღეს კი პალატაშია, სავსებით ჯანმრთელია. და დაყრილი ქონდა მთელ ტანზე შავი და წითელი ლაქები მოწამვლის შედეგად. მთელ ტანზე. ნუ მეორე დღეს იყო კონსილიუმი იყო ექიმების და აღუთქვეს რომ 12 საათის შემდეგ გამოწერდა და სახლში წაიყვანა. მაგრამ რა მოხდა? ეს ბავშვი გაიზარდა ძალიან გულჩათხრობილი, მიდრეკილი სმისაკენ, რითაც დიდ სიმწარეს აყენებდა საკუთარ მშობლებს და საკუთარ თავსაც. და აი მამა ზის და ფიქრობს, ჩემთან საუბარში ამბობს, უნდა მეთხოვა თუ არ უნდა მეთხოვა. ან კი როგორ ვერ თხოვდი მამაო, ის ხომ ჩემი შვილი იყო და ბავშვი მას ეკროდა, ერთადერთი იმედი მისთვის იყო მამა, რომელსაც ეკროდა და ძალით ვერ აგლეშდნენ ექიმები. მაგრამ აი ვითხოვე და ვართ ყველა სამივე გამწარებულები. მიუწდომელ არიან გზანი უფლისანი. მიყავდა სიყვარულის გამო, რომ მამის ღვთისმოსავობა არ დაკარგულიყო, აი მსგავსი მაგალითია, რაც მოგიყევით. დატოვა ისევ სიყვარულის გამო, იმიტომ რომ მამა შვილი უყვარდა და ღმერთს ევედრებოდა.
გასაოცარი რამეა. აი პარალელი რომ გავავლოთ ამ ბიბლიასთან, მაგალითად მეფე ეზეკიელი, რომელიც თავიდან ღვთისმოსავი იყო, მერე ცოლის გავლენით წარმართი ცოლი მოიყვანა, წარმართობაში გადავიდა ღმერთს ზურგი აქცია ისრაელის ჭეშმარიტ ღმერთმა წინასწარმეტყველი გამოუგზავნა და უწინასწარმეტყველა რომ სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. ისე განიცადა ეს ყველაფერი მეფემ გადაბრუნდა კედლისკენ და აქვითინდა მწარეთ და ვერც კი მოასწრო დაესრულებინა ღმერთო გულში ეუბნებოდა უფალს მოიგონ იმ ღმერთს დაუწყო ლაპარაკი რომ წლები ზურგი აქცია ღმერთო მოიგონე რომ ერთ დროს შენს წინაშე ვიარებოდ შენი მსასუებელი ვიყავი და იმდენად გულამოსყნილი და გულითადი იყო მისი სინანული და ლოცვა ვედრება რომ ღმერთმა კიდევ მრავალი წელი სიცოცხლისა დაუმატა თუმცა ხანდაზმული იყო უკვე ეხლა მოდი გეკითხებით საყვარელო სად იყო ღვთისგანგება ის რომ უნდა მომკვდარიყო ერთაყვანისმცემლობის გამო ღვთისუარყოფის გამო თუ ის რომ უნდა გადარჩენილიყო და კიდევ მრავალი წელი ეცხოვრო და ღმერთი ედიდებინა ეს ჩვენ არ ვიცით ეს არის ღვთისგანგებულება ადამიანს მაგრამ იმ და მაგალითებიდან ცხადი ხდება რომ ლოცვა ვედრებას და სინანულს უდიდესი ძალა აქვს აი ბიბლიიდანვე იფეთქა მოგონება როდესაც ეგვიპტიდან გამოყვანილმა ისრაელმა კიდევ ერთხელ ეს მერამდენად განარისხა ღმერთი და ღმერთმა განიზრახა რომ პირისაგან მიწისა ყველა ისრაელიანი გაეწყვიტა მოსე ჩადგა ჟულისდებელი და წინასწარმეტყველი შორის ღვთისა და შორის თავისი ერიშვილებისა აღაპყრო ხელები ლოცვა დადგა როგორც იტყვიან ხოლმე და ღმერთს ევედრებო რომ დამცხრალიყო მისი რისხვა და შეეწყალებინა ეს ცოდვილები და სინანული მიეცა და გადარჩენილიყვნენ ისინი და ესე იგი ამ ლოცვის დროს ღმერთმა გლოსოლალით ხმამოსა თავის რჩეულს დადეკ მოსე ნუ ლოცულო შენი ლოცვა ჩემს რისხვას ვისი ღვთისა არაძლებს გასაქანს ხედავთ საყვარელო რაოდენ დიდი და მაღალია წმინდანის ლოცვა რა განუმარტა ანგელოზმა ხსენებულ ბერს რად მოიქცა ასე უჩვეულოდ გამომჩა მეთქვა ესე იგი მეორე გითხარი და მესამე რატო არღვევდა ნახევრად არღვეულსა და რატომ ააშენა აქ ვინც ცხოვრობდა ბოლოს იყო ღვთისპირიდან გავარდნილი უსინდისო ადამიანი ბოლოს გაკოტრდა და აქედან გაიქცა ვალები დაედო ხოლო პაპამისმა რომელსაც ჰქონდა აშენებული ეს სახლი აქ ერთ ადგილას კედელში დიდძალი ოქრო დამარხა ეს ზოგიერთებმა იციან ამიტომ ქიშპობი შურის ურთიერთდაპირ შესაძლოა კვლელობის საბაბი რომ არ გამხდარიყო ეს ოქრო ამიტომ გავარღვი ეს სახლი ავიღე ოქრო მოვაშორე ამ სახლს ამათვის უცნობ ადგილას და ხელახლა აღვაშენე იმიტომ რომ ჩვენ მოვედით არა დასარღვევად არამედ აღსაშენებლად იგულისხმება პირველის ადამიანი აი როგორც პავლე მოციქულიც ამბობს აღეშენებოდეთ სახლად სულიერად თვითონი ჩვენთაგან სულიერ სახლად ღვთის ტაძრად უნდა აღეშ ან სხვაგან ამბობს განაარიცით რომ ტაძარნი ხართ ღვთისანი და სული ღვთისა დავანებულია თქვენ შორის ხოლო ჩვენ ვითარცა პირუტყვი მოსხდებით არათუ სულს არცებთ პატივს რომელიც უხილავია თუმცა ვლინდება სხვადასხვა მოქმედებებში და გამოვლინებებში არამედ ხორცაც კი სხეულს არ ვინდობთ ცოდვების გამო ამიტომ ამბობს რომ თქვათ ვინც გაღწნის ღვთისამ ტაძარს სხეულს სიძვის სასიკვდინე ცოდვით მას გაღწნის უფალი მარადიული სიკვდილა სიცვა წესი ხდება ცხოვრება რაზეა ბოლოს და ბოლოს საყვარელო ეს საზარელი ზეწოლა დასავლეთისაგან პატარა საქართველოს მემართა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის იმ ნაწილის რომელსაც არ სურს ის რასაც ითხოვენ აი 3-4 დღის წინ კიდევ ერთხელ რეზოლუცია მიიღეს ევროპაში რომელთაგან უდიდესი უმეტესობა არიან გლობალისტები არიან ფსევდოლიბერალები და ასე შემდეგ ეხლა აღარ მინდა შევამკო სხვა ეპითეტები რა მიიღეს პირველ სამ რეზოლუციაში გაუქმდეს კანონი გამჭვირვალობისა გაუქმდეს კანონი ოჯახისა ტრადიციული ღირებულებების და ბავშვთა დაცვისა რა უნდა გაუქმდეს უბრალოდ გაიაზრე და LGBT-ს მიეცეს სრული თავისუფლება ამიტომ არის ერთ-ერთ ქადაგებაში ხელისუფლებისადმი მორჩილებაზე რომ საუბრობდით პავლე მოციქულის სწავლების და მიხედვით ჩვენ თქვით ეს არის ბრძოლა არა უბრალოდ ხელისუფლების შეცვლის ეს არის ბრძოლა ზნეობასა და უზნეობას შორის ღვთისმოსაობასა და უღმერთობას შორის ადამიანობასა და კაცმოძულეობას შორის აი ეს ხდება და შემსრულებლები ბევრს უყვირს აი ინტერნეტში წერენ კომენტარებში ამდენი ჭკვანაღრძნობი და შეშლილი ქართველი თუ იყო ვერ ვიფიქრებდით ეხლა აღარ მინდა მე გამოწვლილოთ განმეხილოთ იმ მასაში ვინ დგანან უბრალოდ ან ეს ჯგუფები ვინ არიან რომ გამოჩნდნენ
და რა თქვა ჟურნალისტის სემეს, ეს შეგნებულად არის მათგან არის. გამოიწვიონ უკმაყოფილება, ააგორონ. და ეხლა უკვე ამასაც არ შერდებიან. 2-3 გვამი უნდათ მათ. და ჯგუფებსაც ხო გადაუღეს, ნიღბიან ჯგუფებს, რომლებიც კონკრეტულად ლაპარაკობენ, როგორ უნდა მოახერხოს. ვერ ვიტყი სიტყვა, ესენიო, მამად მავლებს უწოდებენ თავიანთ ხალხს, ვისაც ვითომ იცამენ. ესენიო, სიტყვას ვერ ხმარო, ბილწი სიტყვა, რისი რევოლუციის მომხდენი არიანო. საჭიროა 2-3 გავაგოროთ. ჯერ ადამიანზე როგორ ლაპარაკობს, სიცოცხლე მათი წიწილისის, თავი რომ წააცალო. სხვა არაფერი. მოკლედ, განუმარტა რა გამოწვლილივით უფლის ანგელოზმა ღვთისავე ბრძანებით, რაც მოიქცა ასე ადამიანისთვის უჩვეულოდ, შემდეგ შეაგონა ღირსი მამა და უთხრა, რასაც ადამიანის გონება ვერ ჩასვდება, მას ნოეცდები. დაბრუნდი უდაბნოში და გააგრძელე ცხოვრების ის წესი, რომელიც შენი ღმერთისთვის მოსაწონია, მარხვა, ლოცვა, ვნებათაგან განთავისუფლება. ეს არის უეჭველი გზა გადარჩენისა. და აი რას ამბობს უფალი ღმერთი, რომ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ ეპიზოდში ის არის ჩვენთან. ეს ნათქვამია ესაია წინასწარმეტყველთან. და არა მარტო ეს, რა თქმა უნდა, ძველ და ახალ თქმაში მრავალი ადგილია თავში ვერ ვთქვი, სადაც განგებულებაზეა საუბარი. აი უფალი ღმერთი რას ამბობს? ადამიანს მიმართავს თვითონ ჩვენთაგანს გნებას ამ 21 საუკუნეში. ვიდრე სიბერედმდე მე ვარ და ვიდრე დააბერდეთ მე ვარ. ესე იგი თვითონ იაჰვე რას ნიშნავს ქართულად? ღმერთის ერთ-ერთი სახელია. მე ვარ, რომელი ვარ. ანუ აბსოლუტური არსება. არავისგან შემტკიცებას, როგორც თქვა ათანასე დიდი ამბობს, არ საჭიროებს გარედან არავის შემტკიცებას, არც ანგელოზთაგან, არც კაცთაგან, არც რაიმე გარემოებისაგან. იგი არსებობს საუკუნოდ უკუნისამდე იარსებებ თავით თვისით. მაგრამ რატო შექმნა ეს ყოველი ვერად ჩამოთვალე და ბევრი ვერ ჩამოთვალე? ნამეტნავი თავისი ნეტარებისა და სიხარულისა, რომელიც აქვს, როგორც თვითკმარ ღმერთს, სურდა რაიმე ქმნილებისათვის გაეზიარებინა. მაშინ არარაობა იყო. არ არსებობდა არც მილიარდობით გალაქტიკები, არც ანგელოზი, არც თავდაპირველად რა შექმნა ღმერთმა? დასაბამად ღმერთმა ქნა ცანი და ქვეყანა. შექმნა ცანი მამათა განმარტებით სასუფეველი. ანუ აქ რა აზრი იკითხება კიდევ რომ წარწმედისათვის, ჯოჯოხეთისათვის კი არ შეიქმნა. ჯერ შეიქმნა სასუფეველი იმაზრით, რომ იქ უნდა დამკვიდრებული იყვნენ, როგორც ანგელოზები და დაამკვიდრა კიდეც ისე პირველმშობელი ჩვენი ადამიანები. რა გზით გამრავლდებოდა? ეს არის იდუმალთ მეცნიერების საგანი. ჩვენი მწირი და ცოდვებით შეღვალული გონების გამო მე ვიქნები თუ თქვენ არ ძალგვით ამის გააზრება. ამიტომ თავი ვანებო. ეს კი არა გრიგოლ ღვთისმეტყველი რომ ვახსენე, რომ თარგმნიდი მის სიტყვას პასექს. ისეთი ღრმა განმარტებები იყო ადგილ-ადგილ. პირდაპირ გაგებით გონება დამიბნელდა სიღრმის გამო. თავი ამტკინდა, ისეთი ღრმა აზრებია გამოთქმული. ასე დავიმართე ერთხელაც, როდესაც ბასილი დიდის ტრაქტატს ვკითხულობდი სული წმინდის შესახებ. ამიტომ ვიფიქრე, რისთვისაც მე არ ვარ მომზადებული, მას ხელს აღარ მოვკიდებ. მაგრამ როგორი ნეტარება, როდესაც გაიაზრებ რაიმეს, გულისხმობ ხო. წმინდა იოანე ოქროპირი, ეს მსოფლიო მამა და მასწავლებელი ამბობს, იმაზე დიდი ტკბობა არ არის, ვიდრე სინდისის დაკმაყოფილება და გონების. ვერანაირი სიამოვნება, მეტადრე ხორციელი, ამ სულიერ სიტკბოებას ვერ შეედრება. ვისაც ეს არ განუცდია, მისთვის გაუგებარია რაზე ვსაუბრობთ. და ეს რომ შეიცნეს, შეიგრძნეს, კარგი სიტყვა წმინდა მამებმა, ღვთისგზაზე მავალმა ადამიანებმა, ზოგმა მათგანმა საერთოდ დატოვა ერი, ცოლი, შვილი, აგარაკი, ქონება, ყველაფერი აბსოლუტურად და წავიდა და თავი დაემარხა უდაბნოში ქრისტესთვის. მისთვის ქრისტეში, ღმერთში ყოველივე იყო, როგორც პეტრეს აღუთქვა უფალმა, აი ჩვენ ყოველივე დავტოვეთ, როგორც მოციქულება დედა მამა და ასე შემდეგ, რას მივიღებთ ყოველივეს ათმაგად. 10 არის სისხლის სიცხე, ჯერ კიდევ პითაგორელებთან. სისავსით მიიღებთ. როგორ 10 ცოლი ეყოლება, 10 შვილი არა. რასაც ქვია, ცოლისადმი სიყვარული. წმინდა სიყვარულზეა და არა იმაზე ამერიკულ სიყვარულს რო უწოდებენ გარყვნილებას და სოდომს. ჩვენ მაგაზე არა გვაქვს ქრისტიანებს საუბარი. რაც მოიაზრება დედისადმი სიყვარულში, რომელსაც დღეს აგინებენ ახალი ქართველები და არა მარტო ისინი. რაც შეიძლება იყოს შვილისადმი სიყვარული, ეს კეთილი მგრძნობელობანი სისავსით ექნება სასუფეველში. იქ სასუფეველში უფალი განგვიმარტავს ერთ-ერთ ქადაგებაში, არ იქნება ცოლქმრობა. არამედ რა იქნება, რა ფორმა იქნება, ასე ვთქვათ, არსებობის იქ. ანგელოზივით იქნება ადამიანი, ვინც სასუფეველში იქნება. მას არც გულის თქმა აქედან, არც ავხორცობა არ ექნება
მოპირისპირე სქესი მიორდა. ეხლა სავალალო დღეა უნდა ვთქვათ, რომ ერთსქესიანებიც არსებობენ და სხვა. ნუ გასაოცარი რამე არის რა. უცნაური დრო არის. ესე იგი, გამოდიან ახლა აფეთქა გონებაში სხვადასხვა კონფესიების, აღსარებლობის, სარწმუნოების ადამიანები, ევანგელისტი, ბაპტისტი, ერთი სიტყვით სარწმუნოებასთან შედარებით არაფერს არ წარმოადგენს. ერთ ჩვენიერის მამამ ილია მართალმაც გამოთქვა, მამული ემა სარწმუნოება, გრადაციით და აღმავალი გზით დაალაგა ჯერ მამული, ამაზე მეტი ენა და მამულზე და ენაზე მეტი სარწმუნოება. ივანე ოქროპირის ეხმიანება, ამას უფრო ზოგადად ივანე ოქროპირის ეხმიანება ილიასის დევიზი, რომელიც ამბობს, რომ შეიძლება შენ დაკარგო ყველაფერი, დედა, მამა, ქონება, ჯანმრთელობას, სიცოცხლის წლებიც. ბოლოს ყველაზე ზვირფასი სიცოცხლეც. მაგრამ უარი არ თქვა სარწმუნოებას და თუ შენ სარწმუნოებას შეინარჩუნო, ღმერთი ყოველივეს აკითხეს. იგულისხმება ის, რაც თქვი, რომ აქ მაგათ მიიღებთ ყველაფერს ასუფეველში. სიკვდილით სიცოცხლე არ თავდება. უბრალოდ ჩვენ ისე ვართ მიწებებულები სიცოცხლეზე, ცხოვრებაზე. ისე გვიყვარს იგი თავისი ამაოებებით და წყალვარდნილებით, სიცრუისა და ცოდვისა, რომ ჩვენ არ გვესმის და არ გვინდა გარდაცვალება. სიკვდილი კი არა, სიკვდილი არავის არ უნდა. გარდაცვალება. გარდაცვალება რა? ადგილის სვალება, სხეულიდან ამ მცირე სახლიდან მოციქული პავლეამს ამოდის ადამიანის სულით და გარდასახლდება ღმერთის წინაშე, სადაც იღებს განაჩენს, ანუ 64-ის, ანუ ჯოჯოხეთის სახით, რასაც დავთესებ მიწაზე, იმას მოვემკით სეცაში. საყვარელო. და მამებთან პირიქით იყო. შენი ვარ, მაცხოვნებე, ნატრობდნენ. აი პავლე მოციქული ბებჯელ ვახსენეთ დღეს და კიდევ ერთხელ გამიმეორე. მე ვისურვებდი აწვე ხორცთაგან დახსნას, რომელსაც ადამიანურად გარდაცვალება ქვია და უფალთან მიახლება. ეს მას სურდა, იყო მზად ამისთვის. ესწრაფოდა, ნეტარებას ამაში ხედავდა, მაგრამ თუ რჩები დედამიწაზე, თქვენს გამო და არა მარტო თანამედროვეების, ჩვენთვისაც, ჩვენს სარწმუნოდ 20 საუკუნის მერე პავლე მოციქულის ეპისტოლები, რომელსაც ეკლესია მეორე სახარებას უწოდებს და მისი ამაღლებული ცხოვრების მიხედვით ჩვენშიც იღვიძებს ღვთისადმი ტოლვა და სიყვარული. სარწმუნოება კეთილი. ბევრი მაგარ ვილაპარაკოთ, ანგელოზ განუმარტა ეს ყველაფერი და განშორდა. დაი რა არის მეთქი ესაიასთან ნათქვამი განგებულებაზე. უფალი მოგმართავს. ვიდრე სიბერედმდე, მე ვარ. ანუ უფალი ღმერთი. და ვიდრე დააბერდეთ, მე ვარ. მე თავს ვიდებ თქვენსა, ყველა თქვენს ტკივილებს თავს ვიდებო, თქვენს განსაცდელებს, ვაებას და ასე შემდეგ. აკი უფალი ამას სხვაგვარადაც ამბობს, საუკუნეების ნერმემოსული ხორჩი ერთი სამებისაგანი ძეღვთისა. მოვედი ჩემ და მაშვრალნი და დამაშვრალები, დაღლილები, ამ სხვა გამწარებულები და მე განგისვენო თქვენ. აი ეს ეხმიანება ესაიას ამ წინასწარმეტყველებას. მას მე თავს ვიდებ თქვენსა, მე ვყავ და მე გილხინო. ესე იგი, მე ვყავ რას გილხინო ნიშნავს მოგიტევ. მე მიგიშვი, თუნდაც სოდვას. აი წარმოიდგინეთ თქვენ. აი როგორც ფსალმოში ამბობს დავითი, მივდერ ჭენები დაცემა და უფალმა ხელი აღმიყრა მე. ღმერთმა მიუშვა, მაგრამ ხელი აღუპყრა მე. ამოიყვანა იქიდან. სხვაგან ნათქვამია უფრო მკაცრად. უგსინე ღაწვნი მისნიო, სოდვილი რომ მიექანება, სოდვის უფსრულისკენ. ყბები მოუგრიხეო, კისერი მოუგრიხეო. ლაგამით მოვამტრიე ყბები. რა იგულისხმება ამაში? განსასწრებელი ავადმყოფობები, რომლის მიერაც ტკივილების მიერ ცდილობს ადამიანი გამოაფხიზლოს. იმიტომ რომ მას აღარ ესმის ღვთისხმა, აღარ სინდიში, აღარ სხვაგან სადმე. და ესმა კი რას აკეთებს, ვიდრე გამეფთება ანტიქრისტეს მიერ. გაუცხოს რაც შეიძლება მეტად ადამიანები. რატომ მიდის ეკლესიის ბოლინგსეზე ჯერა, ბოლინგ ქართულადად თქვი რა შესატყვისი, რატომ მიდის შეურაცხყოფა, დამცირება, აბუჩათაგდება ეკლესია, იმიტომ რომ ბოლო ნუგეშინის წემა და თავშესაფარი მოусპონ ადამიანებს. ის აღარ არის აღარ სახლებში რას გავს ჩვენი სახლები უბრალოდ ცოლქრობა ნაკლებად თითქმის და მეგობრობა ამასინა გქონდა ქადაგები პეტრე პავლეს ეკლესიაში წირვის ბოლოს ნაკლებად თითქმის რომ ეს არის ცოლქრობა სინამდვილეში მეგობრობა ჯერ კიდევ 60-ში მეგობრები იყვნენ ადამ და ევა დედამიწაზე უფრო საჭირო ამდენი ტკივილები არის და რა დრო გადის უფრო მეტი არა ოჯახში აღარ არის სიტყვა ჩვენ ვეღარ ვამბობთ რომ ოჯახი ჩემი ციხესიმაგრეა ეს ციხესიმაგრე დიდი ხანია დანგრეულია ხიდი ჩატეხილია ცოლ-ქმარ შორის. აი ეს ქუჩაში ვინც არის ბევრი გამოსული, არც ერთ არ აქვს ტრადიციული ოჯახი. აი თქვენ განიხილეთ მათი ცხოვრებანი, უდიდესი უმეტესობა ან დედა არ ყავს, ან მამა არ ყავს, დაშორებულები არიან და ოჯახში არასნეობრივი მდგომარეობა არის. და ბევრ ასეთ ოჯახში ძაღლი უფრო ძვირფასი და საყვარელია ვიდრე შვილები. რომლებიც თურმე მამიკოს დედიკოს არ უჯერებენ, რომელიც ასე გაზარდეს, ამგვარად გაზარდეს. ახლა აღარ მინდა ყველაფერს ამას ჩაუღრმავთ. მოკლედ, რომელიც მე ვყავ მე ვეგილხინოთ
მეუშვებ განსაცდელებს, მაგრამ ხენას მოტივებას ცოდვებისა მე ვეგაცლებთ. და მე აღგამაღლე და გაცხოვნო თქვენ. ესე იგი მე დაგცემ და მე აღგამაღლებ. ვის დასცემს? ამარტავას თუნდაც ღრუბლადმდე იყოს მიწეული დასცემს და დასცემს არა ქვეყანასაზე და ვიდრე გენიამდე ამბობს უფალი ღმერთი. ხოლო მდაბალს თუნდაც სკორეთაგან ნეხვიდან ამაღლებს ზეცაში. ჩვენ პირუკუფასეულობები გვაქვს. რას ვცემთ პატივს, რომელსაც საბოლოო წარსაწმედელში მიყავართ და რას უკრავთ ხელს. აღარ არის სითბო, სიყვარული, ჟული და კანონი, ადამიანობა, კაცობა, აღარც ოჯახებში, აღარც საზოგადოებაში, ცხოვრების არც ერთ სფეროში და ადამიანის ცდილობს რელიგიური გრძნობები შეეფაროს ეკლესიას და ბევრი შემოეფარა და ნუგეშიც იყო ეკლესიაში. არა უბრალოდ მოჩვენებით, დროებით და წარმავალად, არამედ საუკუნო იმედით ჩაესახა მარადიული უკვდავებისა და ნეტარის სიხარულისა. ამიტომ არის რომ შეტევა მიდის ეკლესიაზე. ეხლა რა ვახსენე ეს სხვა აღსარებლობის ხალხი მოდიან რაც ამბობენ რომ აი ძალადობა, ხელისუფლება ძალადობს და სამართლიანობისათვის მაინც თქვი რომ ესენი ისვრიან ქვებს, მაშხალებს დამიზნებით, აზიანებენ ერთმანეთს ფიზიკურად და სხვა. არა. ანუ რას ნიშნავს? ამით კიდევ ერთხელ სექტანტებმა აჩვენეს რომ ისინიც არიან ბოროტის ბანაკში. ეშმაკის მსახურები არიან, ოღონდ სხვა ფორმა აქვთ დარჩეული. მაგალითად ვიდრე პოლიტიკოსებს, ამ ბიზნესმენებს, ზოგიერთებს და ასე შემდეგ. მოკლედ ისე რომ ჩემო საყვარელო ღმერთის ხელში არის სინამდვილეში ყველაფერი. ამიტომ მივეწებოთ მეთქი და ბოლო დროს ეკლესია შეუტევენ, სადამდე მიიყვანენ მართლმადიდებელი ეკლესიაში მდგომარეობას. იქამდე მიიყვანენ საქმეს ეკუმენიზმის და სხვა ვირეშმაკობის გზით, ამ პოლიტიკური მოვლენების, წნეხების და სხვა გლობალური ხელისუფლების, რომ ეკლესიებიდან თანდათან გაიტანენ ყველა სიწმინდეს. გვითქვამს წმინდა მამებთან ერთად, ჯვარხატებს, მოწამეთა ნაწილებს, მათ შორის უხრწნელ ნაწილებს. სახარებას შეამოკლებენ და დაამახიჯებენ. კერძოდ და პირველ ყოვლისა, რაც ურიებზია, უარყოფით კონტექსტშია ნათქვამი, მაგალითად ქრისტე რომ ჯვარსაწვდის. ამას ყველაფერს ამოიღებენ ბიბლია. ამიტომ წმინდა მამები ბოლოს ამის ამბობენ, ვიდრე ჯერ კიდევ ბიბლია არ გადაუკეთებთ, იკითხეთ და ისწავლეთ ბიბლია, რომ იხელმძღვანელოთ ცხოვრებაში. ამასაც არ დაჟერდებიან. ღვთის დიდებას ტაძრიდან გაიტანენ, როგორც თვითონ ფიქრობენ. შუა ტაძარში აღდგომის ხატის ნაცვლად, რომელიც ქვაკუთხედი არის ჩვენი ცხონებისა, აღმართავენ ანტიქრისტეს გამოსახულებას, ანუ კერპს და მისი სულ წინასწარმეტყველისა და დაბეჭდილ ადამიანები თაყვანსემენ მას და უწოდებენ მესიას და მთავარ მშვიდობის. აი აქეთ მიდის ყველაფერი. ეს ომები ყველაფერი რაც ხდება დედამიწაზე, ინტეგრაცია, გლობალიზაციის პროცესი ამით აიხსნება. ბოლო ეს უნდა იყოს. ახალი მსოფლიო სახლი უნდა შეიქმნას, სადაც გაამეფებენ თავის მრავალ საუკუნოვან ნანადრ ანტიქრისტეს. ერთ-ერთმა ჩვენ ქადაგებაზე თურმე დაწერა, მრევლმა მითხრა რომ ბილწის სიტყვით თქვა, ოღონდ რა თქმა უნდა ვერ გავიმეორებ. ეს მღვდელიო ქართველებს ათაყვანებსო, ოღონდ ბილწის სიტყვით თქვა. ნეტავ ყველა ქართველი გამომათაყვანებინა ამგვარად. ღმერთს ავთხო თქვენთან ერთად. მაგრამ როგორც პავლე მოციქული ამბობს თავის ერზე, რომელიც ისე უყვარდა რომ უფალს უთხრა, დემე წარწმიდე. შენი მოციქულიო, აი ვინ არის პავლე წარმოიდგინე და ჩემი ერისშვილები აცხოვნე, ისრაელიანებიო. როგორ უყვარდა ესე იგი? ეს ეხლა ეს კადნიერება მე არა მაქვს, რომ ჩემს თავზე ეს ვთქვა, მაგრამ ღმერთს ავთხო, იმიტომ რომ მის გარეშე რა შეემილია ყოველი კაცი, მათ შორის არჩილიც, ცუდა ამაუა. ღმერთს ავთხო, რომ სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე ღმერთის მადიდებლებში დავრჩე და ღმერთი მედიდებინოს და მეკადაგოს, რომელსა ხოლო საშვენის ყოველგვარი დიდება, სიტყვება, პატივი და თაყვანისემა თანამამიდან სული წმიდით ურ აზდა მარადის და უკუნით უკუნისამდე ამენ.